მაშინ ასევე ვაგრძელებთ რეპორტაჟს მსოფლიო ჩემპიონატიდან თავისუფალი სტილის ჭიდაობაში. ხედავთ ჩვენს ფალამას გიორგი გოგშელიძეს, რომელიც იჭიდავებს მესამე ადგილისთვის შეხვედრას და მისი მეტოქე იქნება აი ეს ირანელი სპორტსმენი არფან მორადალი ამირი. მგზარ სხირელი იყო ასევე კადრში გიორგის მწვრთნელი. და თუ გიორგი მოახერხებს აი ამ მეტოქის დამარცხებას, ეს ჩვენთვის პირველი медаლი იქნება აი ამ მსოფლიო ჩემპიონატზე. გიორგის ტიტულები ჩვენ ყველამ კარგად ვიცით. ბოლოს მსოფლიოს შაშან მსოფლიო ჩემპიონატზეც იყო გიორგი და ბრინჯაოს медаლი მოიპოვა შაშანმან. წლეულს ევროპის ფინალში კი აი საჯების არაობიექტურობის გამო დამარცხდა გაზიუმხეთა გაზიუმთან აზერბაიჯანს მოჭიდავესთან. ნახოთ როგორ წარიმართება ეს შეხვედრა. აი ხედავთ მტკივანი ფეხი გაზიუმთან გაცალოვთან შეხვედრაში მეოთხედ ფინალში იჭიდავა გაცალოვთან ძალიან მტკივა ფეხი გოგშელიძეს. ფეხი იტკინა მან. ფეხი იტკინა დიახ გაცალოვთან და ცუდად დაეცა. აი უკან უდგას ის ფეხი უკან. მაგრამ აი მტკივანი ფეხის მიუხედავად ჩვენ ვიფიქრეთ რომ საერთოდ ვერ შეძლებდა გიორგი უკვე გაგრძელებას რეპეშაში ასპარეზობას ვეღარ მოახერხებდა. მაგრამ აი მოახერხა სომეხის დამარცხება და ქულა მოიპოვა. უნდა დაამარცხოს ეს სპორტსმენი. უკვე ქულა გამოუცდელი სპორტსმენია ირანელი ახალგაზრდებში. გამოუცდელი პრინციპში ახალგაზრდაა ეს ირანელი მოჭიდავებში გამოცდილება არ აქვს. კიდევ ორი ქულა გიორგის 3-1-ია. ახალგაზრდებში შაშან ეს მოჭიდავე გახდა სოფლიოს ჩემპიონი შარშან. სულ 20 წლის არის ეს ირანელი არფან ამირი. მათ წლეულს ბუდაპეშტში გაიმართა ახალგაზრდებს შორის სოფლიოს ჩემპიონატი და აქ უკვე მესამე ადგილი დაიკავა. აი უფროსებში მისი პირველი დიდი შეჯიბრებაა და უკვე ბრინჯაოს მედლისთვის ჭიდაობს. იმედი გვაქვს რომ ვერ მოახერხებს ამ ბრინჯაოს მოპოვებას. გიორგი ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ ვერ მოახერხებს. ჩვენი ნაკრების ყველაზე გამოცდილი სპორტსმენი, რა თქმა უნდა, ოთარ თუშიშვილის გამოცდილია. მაგრამ ლიდერები არიან ისინი გუნდის და ხვალ იმედი გვაქვს რომ ოთარიც გაგვახარებს. ხვალინდელი შეხვედრების შესახებ ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ. მოდი თვალი მივადევნოთ, უკვე აღარ ისყავს გიორგი, არ სჭირდება გარისკვა 3-1 იგებს იგი. 15 წამი დარჩა და 3-1 იგებს პირველ პერიოდში. მაგ უკვე ირანელი უნდა გააქტიურდეს. მაგრამ იმდენად გამოცდილია გიორგი, რომ იცის ირანელმა რომ ეს უბრალოდ გააქტიურება მას ძვირად დაუждდება მართალ ახლა. ვერ შესცენს ვერაფერს. მაშასე პირველი პერიოდი მოიგო. ქართულმა მოჭიდავენ პირველ პერიოდში იგი უგებდა აგრეთვე ხაჯი მურად გაცალოს მეოთხედ ფინალში დამაჯერებლად მოიგო პირველი პერიოდი. ჩვენ მეორე პერიოდშიც აი ვისაუბრებ მის შესახებ გაცალოვთან ბოლო წლებში ეს სპორტსმენები ერთმანეთს რამდენჯერმე შეხვდნენ. მუდმივად ხვდებიან ფაქტობრივად ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე აი ვიცი სადაღარ შეხვედრიან ერთმანეთს და 2007 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოუგო გიორგი. ისე სამჯერ 3-1 იყო ეხამდე მათ შეხვედრებში და აი ეხლა უკვე კიდევ ერთი შეხვედრა მოიგო და თავის აქტივში ჩაიწერა გაცალოვმა. მაგრამ აი მეორე პერიოდის ბოლოს გიორგი აღარ ისყავდა გაცალოვთან შეხვედრაში და თითქოს კენჭისყრისკენ მიდიოდა საქმე, უკვე 0-0 იყო. მაგრამ ამ დროს რაღაც ესეთ აქტიურობდა გაცალოვი, თვითონ გიორგიც აქეთ-იქით მოძრაობდა და აი ამ დროს რაღაც ისეთი ეპიზოდი იყო, რამდენად ეკუთვნოდა ქულა გაცალოვს კიდევ არ ვიცი, თან მე მომეჩვენა თითქოს რომ დროს გასული იყო, აი როდესაც გაიყვანა უკვე ხალიჩის მიღმა, მაგრამ საჯემ ერთი ქულა მაინც მიცეს გაცალოვს და დამატებით დროში უკვე დამატებით დროის ბოლოს მესამე პერიოდში გადამწყვეტ მესამე პერიოდში მოახერხა უკვე გაცალოვმა გიორგის დამარცხება. გიორგი ძალიან დაღლილი იყო უკვე და ვაღიაროთ ეს ეთყობა ფეხი ძალიან აწუხებს თორე ამდენს არ მოუთმენდა. გააჭინიანურებდა მართალ ახლა. ზარტყიოდა ეს. მაინც მოახერხა, აი ძალისმიერად დაჩაგრა მან მეტოქე, დაჩაგრა.
ამჯერად თუ წამოდგება და მოახერხებს კიდევ ქულების მოპოვებას, წეგან აღნიშნეს ეს გიორგის უყარს ეს ილეთი. აი სწორედ ამას ცდილობს, მაგრამ ფეხი აწევს. დაატრიალე, კაი ახერხებს ბიჭი კიდე ხარ. დატრიალებას, ორი ქულა მიითვალა კიდევ. მეტი აღარ ჭირდება. გაურთხილდეს ფეხს, ჯობს ალბათ, მაგრამ გიორგი მუკეთიცის თავის საქმის აძლევენ საჯების სუფლე საშუალებას, რომ მან გააგრძელოს შეტევა. პრინციპში ყველაზე მეტად ვისიც გვეიმედებოდა 30 წამი დარჩა. ახერხებს მედლის მოპოვებას. კარგი იქნებოდა ეს მედალი, რომ ყოფილიყო განსხვავებული სინჯის და არა ბრინჯაოსი, მაგრამ აი გაცალოს ვერაფერს უხერხებთ ბოლოხანია მისთვის უხერხული მეტოქია. აქ ერთი ქულა არაუშავს. არაუშავს, სამით ერთია ანგარიში. 10 წამი დარჩა. თავარია რომ რაიმე დატრიალება არ მოახერხებს ირანელმა. ტაბლო შეხედა მაქვს თუ არა დრო, ვიფიქრა. ამირი, მაგრამ გავიდა დრო და პირველი ბრინჯაოს მედალი ჩვენი ნაკრების ანგარიშია. აი კაცს მიღმა ჩანს აგრეთვე ია დადავა სპორტის მინისტრის მოადგილე. მიულოცოთ თელ საქართველოს ნაკრებს თავისუფალ ჭიდაობაში პირველი. ხედავთ ერთმანეთს მიულოცეს ჩვენმა მწვრთნელებმა, ექიმმა და ტკივანი. ნახევარი კაცია რა დარჩენილი, ფეხი ტკივა, კისერი ტკივა, ყველაფერი ტკივა რა. მაინც ახერხებს პერიოდში 3-1. მიულოცოთ გიორგის. აი ძლივს დადის ნახეთ. მალადიც. აიც და მაინც დიდ სიხარულს არ ამჟღავნებს. ტკივანი ფეხი თავისას შვება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მერამდენი მედალია უკვე მისი მსოფლიოს ჩემპიონატზე ამ სინჯის. არ ვიცით, მსოფლიოს ჩემპიონი რომ გამختارიყო, კარგი იქნებოდა, მაგრამ აი ვერ მოახერხა მან გაცალოვის დამარცხება. სხვა მეტოქეებს კი იოლად იცილებს. მე გეტყვით ასე აგრეთვე რომ ეს იყო მეორე შეხვედრა 96 კილოგრამ წონით კატეგორიაში და პირველ შეხვედრაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ყირგიზმა ალექსეი კრუპნიაკოვმა, რომელმაც მესამე ადგილისთვის შეხვედრაში დაამარცხა ბელორუსი რუსლან შეიხოვი. აი კრუპნიაკოვმა ძალიან გაიხარა ბრინჯაოს მედლის მოპოვებით, მაგრამ გიორგის ეს სიხარული არ ეტყობოდა. აქვე სანამ დაიწყება ფინალური შეხვედრა, სადაც ჩვენთვის კარგად ნაცნობი ხეთა გაზიუმოვი და ხაჯიმურად გაცალოვი შეხვდებიან ერთმანეთს. გეტყვით რომ ხვალ გაიმართება შეხვედრები 3 წონით კატეგორიაში, ხვალ ფაქტობრივად არის შეჯიბრების ბოლო დღე და ამ 3 წონაში 66, 74 და 120 კილოგრამ წონით კატეგორიაში გაიმართება შეხვედრები. 66 კილოგრამში ვიცით რომ ოთარ თუშიშვილი ასპარეზებს. 74 კილოგრამში გელა საღირაშვილი და ლევან ბერიანიძე 120 კილოგრამ წონით კატეგორიაში. მე აგრეთვე გეტყვით რომ კენჭისყრაც გაიმართა. გადავხედე უკვე თუშიშვილის მეტოქეს, მისი პირველი მეტოქე ამერიკელი ბრენდ ჰაროლდ მეტკალფი იქნება. თუ შეძლებს მის დამარცხებას, მომდევნო წრეში უკვე მონღოლ და რუმინელ სპორტსმენს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება და არ ვიცი, ვერ ვიტყვი რომ მაინც და მაინც ძლიერი ბადე აქვს თუშიშვილს.